გამარჯობა, დღეს განვიხილავთ ახალი iPhone-ების ხაზს და დეტალურად ჩავშლით თითოეულ მოდელს. პირველი მოდელი არის iPhone 17. მისი ეკრანის ზომა გაიზარდა 6.1 ინჩიდან 6.3 ინჩამდე. მას როგორც ყველა სხვა iPhone-ს აქვს 120 ჰერციანი ProMotion და 3000 ნიტამდე სიკაშკაშე. მასაც აქვს როგორც ხვებს Ceramic Shield 2 თავდაცვა. და როგორც Apple გვიუწყებს, იქნება 3-ჯერ უფრო დაცული ნაკაწებისგან და 4-ჯერ უფრო დაცული მსხვერპლისგან. კამერის რეზოლუციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეხლა ყველა კამერა ულტრაფართო კამერის ჩათვლით არის 48 მეგაპიქსელი. ორივე კამერას აქვს Fusion კამერა, რაც ნიშნავს რომ იძლევა ოპტიკური ხარისხის დონის ორმაგ ზუმს. ასევე მნიშვნელოვანი განვითარება გვაქვს ელემენტის ხანგრძლივობაში. როგორც Apple უწყება, იქნება 30 საათიანი ვიდეო playback. დამხტად საკმაოდ განვითარებული არის. როგორც Apple უწყება, 20 წუთში იქნება საშუალება 50%-მდე დატანოს. ოფიციალური ინფორმაციით, iPhone 17-ის ელემენტის ხანგრძლივობა იქნება უკეთესი ვიდრე iPhone 16 Pro-ს. ახალი ხაზის მთავარი ვარსკვლავი არის iPhone Air. ის სულ რაღაც 5.6 მმ არის და ერთადერთია, რომელმაც შეინარჩუნა ტიტანის ჩარჩო, რაც ბევრად უფრო გამძლეა ვიდრე ალუმინი. ამ ტელეფონმა ჩაანაცვლა iPhone Plus-ის ხაზი. მას აქვს 6.5 ინჩიანი ეკრანი და როგორც ხვებს 120 ჰერციანი ProMotion display 3000 ნიტიანი პიკური სიკაშკაშით. კამერის მოდული იგივეა როგორც სხვა კამერებში. უბრალოდ ხდება მხოლოდ 1.48 მეგაპიქსელიანი Fusion კამერა, რომელსაც ასევე ექნება ოპტიკური ხარისხის დონის ზუმი. Selfie კამერასაც შეეხება, მასაც ექნება კვადრატული სენსორი, რაც ნიშნავს, რომ ტელეფონის გადატრიალების გარეშე შეგეძლებათ იდეალური ფოტოს გადაღება, ვერტიკალურადაც და ჰორიზონტალურადაც. ალბათ ყველას გაინტერესებთ სითხელის და მიუხედავად ექნება თუ არა მას კარგი ელემენტი. როგორც Apple გვეუბნება, ის iPhone 16 Plus-ის ელემენტის დონეს უტოლდება. iPhone Air ქმნის სრულიად ახალ კატეგორიას თავისი ულტრათხელი დიზაინით და ტიტანის ჩარჩოთით, რაც მას ანიჭებს გამძლეობას და უნიკალურობას. ახლა კი გადავიდეთ Pro მოდელებზე. iPhone 17 Pro-ს ზომა იგივე არის 6.3 ინჩი, თუმცა დიზაინი მთლიანად შეცვლილია უკანა პანელზე. გვხვდება შუშა უკანა მხარეს, ალუმინის ჩარჩო და კამერის მოდული არის გადაჭიმული მთლიანად ჰორიზონტზე. მასაც სხვა მოდელების მსგავსად აქვს Ceramic Shield 2, რომელიც უფრო იცავს ნაკაწრებისგან და მსხვერპლისგან. კამერის სისტემაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. 4x ლინზას Fusion კამერის საშუალებით შეუძლია 8x ოპტიკური დონის ხარისხი მოგვცეს. ფრონტალური კამერის სენსორი აქაც კვადრატული არის და ისევე შეგვიძლია ჩვეულებრივი პოზიციით გადავიღოთ როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ფოტოები. მოკლედ ვთქვათ, ეს ტელეფონი მართლა სელფებისთვის არის შექმნილი. Pro მოდელებში გვხვდება ახალი A19 Pro ჩიპი და მას აქვს ჩაშენებული Vapor Chamber, რომელიც ალუმინის ჩარჩოსთან ერთად იდეალურად გრილ ტელეფონს გვაძლევს. ელემენტის ხანგრძლივობაც გაუმჯობესებულია და ვიდეო playback-ი არის 33 საათი. თუმცა ჩემი აზრით ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის მაინც მის ვიდეო შესაძლებლობებში. Pro მოდელებში უკვე შეიძლება ProRes RAW-ს გადაღება. ანუ გესმით ProRes RAW. აქამდე მხოლოდ ტოპ კამერებში შეგეძლოთ ეგ. და ის ახლა ყველაზე უკონკურენტო ტელეფონი არის ვიდეო შესაძლებლობების თვალსაზრისით. ახლა გადავიდეთ ჩემი აზრით ყველაზე ბომბასტიკურ iPhone 17 Pro Max-ზე, რომელმაც შეინარჩუნა 6.9 ინჩიანი ეკრანი და ახალი დიზაინი აქვს როგორც Pro მოდელს. ყველა Pro ფუნქციაც შენარჩუნებული აქვს, უბრალოდ ყველაზე დიდი განსხვავება სხვებთან შედარებით არის ის, რომ ამ წლის მოდელს ექნება 2 ტერაბაიტიანი მოდელიც. კამერის შესაძლებლობები იგივეა რაც Pro მოდელში, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა არის, ბევრად უფრო დიდხანს შეძლებთ გადაღებას, იმიტომ რომ აქვს ბევრად უკეთესი ელემენტი და იძლევა ვიდეო playback-ის საშუალებას 39 საათს, რაც iPhone-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი მონაცემი არის. ვიდეო გადაღებაშიც Pro-ს მსგავსად მასაც აქვს ProRes RAW გადაღება, რაც ამხელა ეკრანზე მართლაც ახალი ვიდეო გადაღების სტანდარტს ქმნის. ახლა უკვე ყველა მოდელში გვხვდება eSIM და ფიზიკური სიმბარათი უკვე ისტორიის ნაწილი ხდება. ხოლო იმ მოდელებში, რომელსაც მხოლოდ eSIM-ი აქვს, მათ ოდნავ უკეთესი ელემენტის ხანგრძლივობაც აქვს. eSIM-ის ხარაჯება ბევრად უფრო მარტივს ხდის ოპერატორებს შორის გადართვას და ბევრად უფრო დაცულიც არის ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში ვერ მოახერხებენ სიმბარათის ამოღებას. ყველა მოდელში ხდება NFC ჩიპი, რომელიც უზრუნველყოფს Bluetooth 6 და Wi-Fi 7 და ასევე ბევრად უფრო სხარ AirDrop-ებს. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თუ რას ფიქრობთ ახალ iPhone-ის მოდელებზე და დაგვიტოვეთ კომენტარი. დამატებითი ინფორმაციისთვის და ფასებისთვის ეწვიეთ ვიდეოს აღწერაში მითებულ გმულს. მე კი დროებით დაგემშვიდობებით.